UFC 319 გვიახლოვდება ქალბატონებო-ბატონებო, ყველა ჯგუფზე არა, თუმცა პრელიმებზეც, co-main event-ზეც, main event-ზეც და სხვა საინტერესო ორთაბრძოლებზე ვისაუბრებ, გეტყვით ჩემს პროგნოზებს და ვეცდები, რომ პატარა breakdown-ებიც გავაკეთო, ასე რომ დავიწყარით. და პირველი ორთაბრძოლა ეს არ იქნება რაღაც ორთაბრძოლა, მე არ დავიწყებ ელემენტ, რა ქვია, ზუბაირა ტუხუგოვით თუ ვიღაცის განხილვით. პირდაპირ გადავიდეთ დრიკუს დუპლესის და ხამზატ ჩიმაევის დაპირისპირებაზე. მოდი, ჩემი პირველად ემოციებს გაგიზიარებთ ამ ორთაბრძოლასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ რა, ორიგინალურს ნამდვილად ვერ გეტყვით ვერაფერს. რამდენად გადალახავს დრიკუს დუპლესი პირველ რაუნდს, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული ის თუ როგორ გაგრძელდება შემდეგი ჩხუბი, ან გაგრძელდება ჩხუბი, ან გაგრძელდება თუ არა. 10-დან რამდენ პროცენტიან შანსს მივცემდი მე ბატონ დრიკუს, რომ პირველ რაუნდს გაუძლებს და თუ ხამზატ ჩიმაევმა აირჩია ის სტრატეგია, რომ ვაწვევი ბოლომდე, ჩემი ჭიდაობა და ჩემი გრეპლინგი და ჩემი ფიზიკურობა და ჩემი ტემპი, რაც მთავარია, მისთვის იქნება დაუჯერებელი, როგორც სხვა ყველა მებრძოლისთვის, ვისთანაც მიჩხუბია, რამდენიმის გამოკლებით, ბერნს და უსმანს გულისხმობ და ესე ვაპირებ გამარჯვებას. მაგალითად, აი ეს გადაწყვეტილება მიიღო ხამზატმა და დაიწყო ორთაბრძოლა, იქ ხელი ჩაარტყეს ერთმანეთს, ხამზატმა ბოროტულად გაუცინა, იქ დრიკუსიც მზად არის და დაიწყო. მოკლედ, მე მგონია, რომ იმის შანსი, რომ დრიკუსმა გადალახოს ეს ყველაფერი, არის სადღაც 70-75%. საკმაოდ მე არ გეტყვით 99 და 80 და რაღაცას, თუმცა მჯერა, რომ დრიკუს დუპლესი ესე ადვილად, როგორც კევინ ჰოლანდი და როგორც თუნდაც ბობი ვიტიკერი, ესე არ გატყდება. რა მოხდება შემდეგ, ხო? ეს არის მთავარი შეკითხვა. სხვადასხვა ხაბიბ ნურმაგომედოვმა გეცნობათ ალბათ სახელი და გვარი. ძალიან სწორი ჩემი აზრით შეფასება გააკეთა ამ ორთაბრძოლასთან დაკავშირებით და თქვა, რომ მე არ ვურჩევ ხამზატ ჩიმაევს, რომ თავიდანვე all-ins ჩააჭიროს და მისი ჭიდაობის დემონსტრირება და დომინაციის თავს მოხვევა სცადოსო. მე მგონია, რომ ხამზატს უკეთესი კრივი აქვს, ხაზგასმით გავუსვა, მას არ ვთქვია, რომ სტრაიკინგი აქვს უკეთესი, მე უკეთესი კრივი აქვს და შეუძლია, რომ შვიდად წყნარად დაიწყოს და რაუნდების ბოლოს იხმაროს თავისი ჭიდაობა და თქვათ, აი, თუ 50-50 რაუნდი მიდის, სულთი რო იქნება დარჩენილი, გაუკეთებს ტეიქდაუნს, ზურგზე დაამთავრებინებს რაუნდს და ეგეთ ჩენი მოგებული რაუნდი კასტუმში გადაკეთილი, ხო? რატო ფიქრობს ხაბიბი ასე და მეც პირადად ზუსტად ასე ვფიქრობ. ძალიან დიდია დრიკუსი. დრიკუსი არ არის ცუდი მოჭიდავე. დრიკუსი ბევრად კარგი მოჭიდავეა, ვიდრე ყველა ის მოჭიდავე, ვისთანაც ხამზატს ეს ყველაფერი გაუვიდა. და ფეხზე თუ აიღებ, რა უპირატესობა შეიძლება კონდეს ხამზატს დრიკუსთან, ხელები ნამდვილად გულახდილა და შესაძლებელია, რომ ითქვას, რომ უკეთესი აქვს. როგორი მოდუნებული მხრით, როგორი სწორი თავის მოძრაობით, ძალით, იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერად ურტყავს ხამზატი. კარგია ეს ყველაფერი. უბრალოდ დრიკუსის მხრიდან მოდის მიქსით აქვს, რასაც ქვია, არეული კომბინაციები, ხო? ჯები, ლოუ-კიკი, ჰუკი, მე უცბად შეიძლება შეგეკრას, ანუ ყველაფერს ერთად თავზე გაყრის, ცდილობს, რომ გადაგწვას, გადაგტვირთოს იმ ინფორმაციით და იმ ტემპით და იმ ფიზიკურობით, რაც მას გააჩნია, მაგრამ ვის თუ არა ხამზატს შეუძლია ამ ყველაფრის ატანა. შესაბამისად, მაინც მთავარი შეკითხვა ამ ორთაბრძოლის არის ფავორიტის სტრატეგიის შესახებ. როგორც იცით, ხამზატ ჩიმაევი ფავორიტია, კოეფიციენტები თუ შეიძლება და სწორედ
რა სტრატეგიას აირჩევს ხამსათი ტრიკუსთან მიმართებაში, ეს იქნება გადამწყვეტი. ერთი უცნაური ფაქტი დასდევს თან აი ამ გადაწყვეტილების მიღებას. წარმოიდგინეთ, ჩხუბი დაიწყო და ხამსათი არ მიდის ტეიქდაუნზე. დგანან დისტანციაზე იქ ლეკიქები გაცვალეს, იქ ჯებები გაცვალეს, მიდის ჩხუბი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ტრიკუსის კუთხეს, ტრიკუსის და ყველა საერთოდ ხვდება, რომ არ გადაწყვეტა ხამსათმა თავიდან მეჭიდაობა, რატო? იმიტომ რომ არ გონია რომ ის გამოვა რაც ყველთან გამოდიოდა, ხო? ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მენტალური გამარჯვება იქნება ტრიკუს დუპლესისთვის და სწორედ აი ეს გამარჯვება რო არ მისცეს ხამსათმა თავის სამხრეთ აფრიკელ ოპონენტს, შეიძლება პრინციპულად მაგის გამო გადადოს ეს ეკონომ ვერსია თავისი საბრძოლო გეგმის და ისევ შეუვარდეს წელსში. სხვათა შორის ესეთი მწვრთნელი არსებობს. TJ Dillashaw-ს მწვრთნელი იყო და ძალიან ბევრი კარგი არონ პიკოსიც მაგათ მათ შორის და უამრავი მოკლედ მე მგონი Justin Gage-ის ვარჯიშობდა მანდ. მოკლედ რაღაცა ცნობილი გარაჟი აქვს ესეთი, აი პატარა ამერიკულ სახლებს როგორც ე გარაჟები აქვს ხოლმე. მანდ აქვს რაღაცა ჯიმი მოწყობილი და ეს არის კარდიოს გამაუმჯობესებელი ვარჯიშების გუნდი. ეს ამ კაცს აქვს რაღაცა სისტემა, ადრე იყვნენ მარინოვიჩები ეგრე, DJ Pence ამზადებდნენ სხვათა შორის და ეხლა მოკლედ აი ეს კაცი არის, რომელიც მიდიხარ და იქიდან ცოცხალი თუ გამოხვედი, ყველაფერს გაუძლებ. მოკლედ, სწორედ აი ამ კაცთან ამჯობინა ფიზიკური მომზადება კემპის ბოლოს, იმიტომ რომ ხამსათის კემპის დასაწყისი იყო რუსეთში, სადაც ლეგენდარულ ფრისტაილ თუ კლასიკურ მოჭიდავეებთან გაიარა კემპი და ეჭიდავა ამ ოლიმპიელებს და იქ დაიწყო მოკლედ აი ამ ტექნიკური ელემენტების გალესვა და ბოლოსკენ უკვე როცა მოვიდა და როცა ფიზიკური პიკი უნდა დაამთხვიო შენ ივენთის საღამოს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შენ არ უნდა აგერიოს პიკში ვერ იქნები დიდი ხანი. პიკს აღწევ და მე ისევ მოდიხარ ქვემოთ და ისე უნდა მოახერხო რომ თუ მაგალითად 16-ში გაქვს ჩხუბი, პიკს მოუწიოს 16-ში. შესაბამისად, აი ის კარდიოს გამოუმჯობესებელი ვარჯიშები ცდილობენ ხოლმე მებრძოლები, რომ თავიდან რაღაცა ბაზა შექმნან, რის ხარჯზეც ტექნიკურად კარგად მოემზადებიან და შემდეგ აი ეს კარდიოს პიკს ბოლოსკენ აწვევიან, რომ ზუსტად 16-ში მაგალითად პირობითად 16-ში მოუწიოთ. რას გვეუბნება ეს ინფორმაცია, რომ ხამსათმა რა ამ ჩხუბზე, ხო, რატომ მანამდე რატო არ ემზადებოდა? ეს მაინც გვეუბნება ჩვენ იმას, რომ ხამსათი არ აპირებს გეგმის შეცვლას, ხამსათი წავა პირველ რაუნდში ტეიქდაუნზე და ეცდება, რომ პირველ რაუნდშივე დააფინიშოს ტრიკუს დუპლესი. და აი ეს კარდიოს ვარჯიშები სწორედ იმიტომ აქვს ჩემი აზრით არჩეული, რომ კაი არ გამოვიდა და არ გამოვიდა, მოდი ვთვლათ 100%-ით არ ჩავაწვევი, მაინც ცოტა ეკონომიური ვიქნები, მაგრამ პირველ 2-3 წუთს მაინც ჩავაჭერ 100%-ით. და ეს კარდიოს ვარჯიშები იმისთვის არის, რომ ვაიდა არ გამოვიდა ტრიკუსის დაფინიშება პირველ რაუნდში, რომ დანარჩენი 4 რაუნდი არ ვიყო ხელებ ჩამოვარდნილი, ღრმა სუნთქვით, სლოპი, როგორ გითხრა და არა ტექნიკური და ბლაგვი მოძრაობებით, რაც იწვევს ცუდი კარდიო. მოკლედ ეს ყველაფერი გამოვიწყო, მოდი აი ამ რაღაცა ცნობილ კარდიოს გურუ ტიპთან მოვიმზადებ. ხო, აბსოლუტურად ლოგიკური არის. რაც შეეხება ტრიკუს დუპლესის, ტრიკუს დუპლესი იმდენად ფიზიკური მებრძოლი არის, რომ რაიმე სტრატეგიაზე, რა თქმა უნდა სტრატეგია იქნება, მე უბრალოდ გეუბნებით, რომ რაღაც კონკრეტულ უპირატესობაზე აგებული სტრატეგია არ მგონია, რომ მას არჩეული ქონდეს. ტრიკუსი არის კლასიკური MMA-ის მებრძოლი, რომელსაც შეუძლია, რომ ხელითაც შეგაწუხოს, ფეხითაც შეგაწუხოს, ჭიდაობითაც შეგაწუხოს, პარტერშიც დაგიგოს მახე. ანუ მისი მთავარი პლუსი არის წესით რა პლუსიც უნდა ქონდეს ნებისმიერ შერეული ორთაბრძოლების მებრძოლს. რომ შენ მოგცეს ბევრი საფიქრალე, ბიჭო, ეს ხელსაც იქნებს, ფეხსაც იქნებს,
takedown-ზეც შემოდის, მახრჩობილათაც მემუხრება, ნოკაუტითაც მემუხრება, გადამრია ამ კაცმა. ეს არის კლასიკურად ის თავარი პრობლემა, რასაც ერთი მებრძოლი უნდა გრძნობდეს მეორისგან, იმიტომ რომ MMA ესეთი სპორტია, ხო? 4-5 სპორტის მიქსი არის და ძალიან რთულია, როცა შენ რომელიღაცა ბაზის წარმომადგენელი ხარ და აი მაგალითად ხამზატი ჭიდაო, თავისუფალი ჭიდაობის ბაზას წარმოადგენს, რომ ამ ყველაფერს უცბად გაუმკლავთ. ტრიკუსი როგორც ყოველთვის ფორმაში არის, არავითარი ესეთი ინფორმაცია, რომ მას რამე ტრავმა ჰქონდა, რომ მას რამე რაღაცა პრობლემა აწუხებდა, ან ხელი მოიტეხა, ან ფეხი ასეთი არ არსებობს. ეხლა ემბედიდები დაიდო, შეგიძლიათ ნახოთ და ძალიან ნათლად ჩანს, რომ ის არის 100%-ით მზად, ის არის მზად, რომ ეს უდიდესი გამოწვევა ხამზატ ჩიმაევის სახით მიიღოს და დაიცვას ქამარი. რაც შეეხება ჩემს პროგნოზს. ამ ჯგუფში 3 რაუნდი დასრულდება. მე მგონია, რომ დრიკუს დუპლესის აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავი გადაიჩინოს ხამზატ ჩიმაევთან და როგორც პროგნოზად მშვენიერია, საკმაოდ გადასარევი კოეფიციენტი აქვს 3 რაუნდის დასრულებას ამ ორ ბრძოლაში. თუმცა მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ თუ პირველ რაუნდში დრიკუსმა მოახერხა გადარჩენა, მორჩა, всё, მაშინ მოიგებს. არა. შეიძლება რომ პირველ რაუნდში ვერ მოახერხოს ხამზატმა დრიკუსის დაფინიშება და მაინც მოიგოს. ნუ გილბერტ ბერსთან ეგრე არ მოიგო, უსმანთან ეგრე არ მოიგო. აი, მოდი გვაქვს ენერგიის 10 ნაჭერი. მაგალითად. და გვაქვს 5 რაუნდი. და მოდი გადავანაწილოთ აი ეს ენერგიის 10 ნაჭერი 5 რაუნდზე. ზოგადად პროფესიული სპორტი, აი მაგალითად პროფესიონალური კრივი, სამოყვარულოდან განსხვავდება, ნუ გარდა იქ რომ ხელთათმანი აქვს ცოტა სხვანაირი და ასე შემდეგ, ხო? განსხვავდება რითი? ეკონომიით, რომ პროფესიონალ მოკრივეს უწევს მისი ენერგიის გადანაწილება 12 რაუნდზე. მოყვარულები ჩხუბობენ 3 რაუნდს. ეხლა 9 წუთი პროფესიონალი ათლეტი, სპორტსმენი მზად უნდა იყოს და ასე რომ სამოყვარულო ჩხუბები გამოიყურება სულ მოძრაობაში 1-2 აიწვა გადავიდა, იმიტომ რომ არ ფიქრობს ის ეკონომიაზე, ის არ ფიქრობს, რომ ეხლა რა ჯობია 2 რაუნდი ცოტა შევისვენო და მერე ჩავაჭირო, თუ რაუნდის პირველ ნახევარში გავაკეთო ეკონომია და მერე ჩავდო რაღაცა განსაკუთრებული ენერგია. არა, ის 3 რაუნდს ჩხუბობს და მორჩა და აქ უკვე გადასანაწილებელი, ასე რომ ეს არის უნიშნელოვანესი ფაქტორი, თუ როგორ გადაანაწილებ შენს ენერგიას 25 წუთიან ჯგუფში. MMA-ში 25 წუთი ჩხუბობენ, ხო? საჩემპიონო ქამარზე, საჩემპიონო ორთაბრძოლებში. ეს არის უნიშნელოვანესი. მე მგონია, რომ ხამზატ შეუძლია თავისი ენერგიის საკმაოდ დიდი ნაწილი, აი 30-40% მიუწვიოს პირველ რაუნდს და გარისკოს და დარჩენილი 60%-ით იმ შემთხვევაში თუ არ გაუმართლა პირველ რაუნდში და ვერ დაასრულა ეს ორთაბრძოლა, მიიყვანოს ჯგუფი მაინც გამარჯვებამდე. ჯერ ამის, რომ თუ ჭკვიანურად მიუდგება ამ ყველაფერს, მას ეს შეუძლია. შესაბამისად, ძალიან ლოგიკურია, რომ ხამზატი ჩააოლინებს მაინც პირველ რაუნდში. თუ მოიგო, ხო კარგი, თუ არა და შემდეგი 4 რაუნდისთვისაც მას ეკნება გეგმა. ფავორიტი ბუკმეკერების მიხედვით, რა თქმა უნდა, ხამზატ ჩიმაევია, მას დაახლოებით 1.35-დან 1.40-მდე აქვს კოეფიციენტი და ნუ ცოტა გაბერილი მგონია ეს ამბავი, თქვა, მე უფრო ესე დავწერდი რაღაცა 1.6-დან დავიწყებდი, მაგ საუბარს 1.55-დან 1.6-მდე, ასე რომ ვთქვა. თუმცა მაინც გასაგებია, მაინც ნათელია თუ რა დგას აი ესეთი მოლოდინის წინაშე. ხო, ხამზატი
მართლაც რო ფენომენალურად გამოიყურება მის ორთაბრძოლებში თითქმის ყოველთვის ის გამორჩეულია მისი ხასიათით. მას ერთ-ერთი საუკეთესო ჭიდაობა აქვს მთელს UFC-ში და UFC-ს ისტორიაში, რა სიადვილით და როგორი დომინაციითაც ახერხებდა ის მეტოქების დამარცხებას, ეს მართლაც უნიკალური რამ არის. ერთი სიტყვით ხამზად ის ფავორიტობა ლოგიკურია, მისაღებია და მოსალოდნელიც არის, თუმცა მე მგონია, რომ 3 რაუნდს მაინც ვიხილავთ. კარგი. ეხლა გადავხედოთ სხვა საინტერესო ჩხუბებსაც UFC 319-ზე და მაგალითად ასეთი ჩხუბი გვახლავს ჩვენ ლერონ მერფი და არონ პიკო. გადასარევი ორთაბრძოლა და ძალიან საინტერესო ორთაბრძოლა, იმიტომ რომ ლერონ მერფის აქვს ძალიან კარგი რეზიუმე. ძალიან კარგი რეზიუმე და მე წინაზე ვთქვი, რომ სხვათა შორის კარგად შეურჩიეს თქო მერფის კარგად შეურჩიეს პიკოს კარგად შეურჩიეს მეტოქე, იმიტომ რომ თუ ჩვენ პიკოზე გვაქვს აი ამ ხელა წარმოდგენა, რომ აიმე ეს ბიჭი იცით ალბათ ხო პიკოს ამბები, რომ მიგელ კოტოსთან იყო კემპში 16 წლის ასაკში და ესპარინგებოდა კრივში აი ამ გენიოს მოკრივეს და არა მარტო ძლებდა, არამედ რაუნდებსაც უგებდა, რაც ძალიან დიდი კომპლიმენტია, ხო? კიდე გვახსოვს, მოჭიდავია ჯერ ერთი და ძალიან ეფექტური ჰაილაითები აქვს, ხო, მისი ჰუკები ტანში და აი მოკრივესავით იქნებს ხელებს, კარგი მოჭიდავეა და ნუ მეტი რა გინდა ეხა, ხო? უბრალოდ ეს ყველაფერი UFC-ში არ ხდებოდა და ეს ყველაფერი UFC-ში რო არ ხდება, აი ბოლო-ბოლო ვიღაცამ ხო უნდა მოიგოს ეს აგერ გადმოვიდა ეს კაცი ეს პიტბული თუ ბულდოგი თუ რაღაცა ვერაფერი ვერ ქნა. მოკლედ რამდენიც გინდათ. ერთადერთი ჩენდლერმა მოიგო ერთი ჩხუბი ჰუკერთან რო გადმოვიდა და იმის მერე ღორმა და ძაყმა გალახა, ხო? ერთი სიტყვით ექსპერიმენტი ელატორში მაგარი იყო და მოდი ეხა UFC-ში ვცადოთ, არ მუშაობს ხოლმე როგორც წესი და ლერონ მერფის უბრალოდ გადავხედეთ. ჯოშ ემეტ decision მოსაწყენი, თუმცა ეთყობა ხარისხი, ეთყობა ცოდნა, ეთყობა რომ შეუძლია გეგმას მიხვეს. დენიგე არის აი ერთ-ერთი ძალიან კარგი მოკრივე და გადასარევი დონის UFC-ს მებრძოლი, რომელიც ლერონ მერფიმ ასევე decision-ით დაამარცხა. ედსონ ბარბოსა, ნუ გასაგებია ხა ედსონ ბარბოსაზე ცოტა სკეპტიკურად ვიყურებთ ჩვენ და გასაგებია რატომაც, მაგრამ ნუ ედსონ ბარბოსაა მაინც რა. კულიბაო, გაბრიელ სანტოსი, ამირ ხანი, დუგლას სილვა ადრადე, რიკარდო რამოში, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ცოტაშორის ზუბაირასთანაა ფრე. ლერონ მერფის უპირატესობა არის ის, რომ ის არის consistent. მას უჭირავს თავისი ხარისხი სტაბილურად კარგი, მაღალი დონის მებრძოლების წინააღმდეგ. ჯოშ ემეტი არის ძალიან კარგი მებრძოლი. მართლა, ჯოშ ემეტი არის ძალიან კარგი მებრძოლი, ის შეიცავს საფრთხეს, რომ არ მოგარტყას ოვერჰენდი და დაკტოვოს დორბლიანი, როგორც იტყვიან ხოლმე, რაც ბრაის მიჩელს უქმნა და დივიზიონი შეაცვლევინა კაცს. გადასარევად შეუძლია კრივი 25 წუთი ილია თოფურიას ედგა, ნუ კი გაფარჩაკდა, მაგრამ რა მერე ხო ქონდა მომენტები და ილია მან ნაკაწრის გარეშე არ გამოსულა მაგორთა ბრძოლიდან. ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჯოშ ემეტი მართლა კარგი მებრძოლია და ნახეთ ჩვენ ჯოშ ემეტთან ორთაბრძოლისას, რომ ლერონ მერფიმ აი ესე კლასიკურად შეუსრულა, რასაც ქვია და მოახერხა მისი დამარცხება. შესაბამისად მე მაინც ვიხდები ლერონ მერფისკენ. ორი ან გონია მერფი decision-ით, ნუ შეიძლება მოკლედ ამ გონია მერფი, ან რაღაც დაუჯერებელ ნოკაუტს გვთავაზობს პიკო, რაც არ მგონია რომ მოხდეს. გულახდილად არ მგონია რომ მოხდეს, მგონია რომ ცოტა შანსი არის ამ ყველაფერს. გულახდილად ასე მგონია. კიდე რა საინტერესო ჩხუბები გვაქვს. რა თქმა უნდა, გვაქვს ისე რა ქვია, პრატესი და ჯეფ ნილი. პრატესი. პრატესის პერფორმანსი იანგარისთან
იყო ძალიან ინფორმატიული. ჩვენ ბევრი რამე გავიგეთ, როგორც ცუდი, როგორც კარგი. იანგარი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური და სრულყოფილი მებრძოლი UFC-ში. როგორ შეიძლება, რომ ეგეთი ტექნიკური და ეგეთი სწრაფი და ეგეთი კარგი იყო ფეხზე და პლუს ესეთი კარგი იყო ჭიდაობაშიც და პარტერშიც. ხო? გადასარევად, როცა უნდა მაშინ გეჭიდავება, როცა უნდა მაშინ ჯიუ-ჯიტსუს მატჩს გაგიმართავს, როცა უნდა ფეხზე დაგიდგება, როცა უნდა კლინჩში გემუშავება, იანგარი არის ძალიან დაუ და ეს ყველაფერი short notice-ზე მოახერხა იანგარემ. მოპარა პირველი 3 რაუნდი ესე ტექნიკურად, თუმცა მეოთხე საკამათო იყო და მეხუთეში რა ვიცი, ერთი 5 დარტყმა დააკვდა პრატეს და აფინიშებდა. იანგარის მართლა გადარჩა. ინფორმაციული თქო რო ვთქვი, აქედან პრატესსაც ძალიან დიდი გაკვეთილები უნდა გამოეტანა წესით. და მე მგონია, რომ ნილთან პრატესი მზად არის, რომ მოიპოვოს გამარჯვება. და დიდი შანსია, რომ მეორე რაუნდში გათიშოს. ეს არის ჩემი პროგნოზი პრატესთან დაკავშირებით. რა შეეხება კანონიერს და MVP-ს. არ მგონია კიდე ეს მაქვს თქვა კლუბი ნომერი 4-ის პოდკასტში, რომელიც უნდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ და რა თქმა უნდა, ხა ეს ვიდეო რომ უნდა გამოიწეროთ და ეს ვიდეო რომ უნდა ლაიქოთ და ეს არხი გამოიწეროთ, ამაზე ხო საუბარი ზედმეტი. იმედია არ მაწყენინებთ და ვინც TikTok-იდან მიცნობთ, სხვადასხვა ადგილებიდან მიცნობთ, იმედია დამდებთ პატივს და ჩემ არხს გამოიწერთ. შესაბამისად, კლუბ ნომერ 4-ში, რომელსაც ასევე გთხოვთ, რომ გამოიწეროთ, მინსაუბრია ამაზე, რომ მე არ მესმის, როგორ შეიძლება, რომ MVP-ს მოუგო ჩხუბი ფეხზე, თუ კარგად არის ჭიდაობა. უბრალოდ არ მესმის. ადამიანის სტილი არის იმდენად უხერხული, როგორ უნდა მიუდგე ამ ყველაფერს, ფაქტიურად წარმოუდგენია, შარამაც სადა და საერთოდ აჩვენა, რომ MVP-ზე მაღლა იდგა და MVP, რომელი ახალგაზრდა MVP-ს თავისი პიკე გადალახული აქვს, უბრალოდ სტილი აქვს ისეთი, რომ აუტანელი იანგარიმ, წარმოიდგინეთ, რომ რა კარგი ჭიდაობა აქვს იანგარის, რომ მოახერხა MVP-ს დამარცხება აი ზუსტად თავისი გრეპლინგის და ჭიდაობის ხარჯზე. და კანონიერი არ არის. იანგარი კანონიერი არ არის, მას არც ძალა, თუნდაც ძალა, არც მისი უნარები ჭიდაობის არ ეყოფა, რომ MVP-ს აი ეს უხერხული სტილი გადალახოს. მე მგონია, რომ აი ესე შეტაბეჭდილება გვექნება, რომ რატო არ ეჭიდავა? ხო იცით ეგეთი ის რო არის ხოლმე. ეხლა რომ ბელალზე რო იცახდნენ ხოლმე, რატო არ ეჭიდავა JD-ს? არ ეჭიდავა კი არა, ვერ ეჭიდავა. და ზუსტად ეგეთი შეტაბეჭდილება დაგვრჩება ჩემი აზრით ამ ორ თაბძოლის ბოლოს, რატო არ ეჭიდავაო ვიტყვით და 3-0-ს თუ არა 2-1-ს მაინც მოახერხებს. შეიძლება ეხა ეგ 1-2 ტეიქდაუნი გაუტაროს და თუმცა წამოდგება MVP დარწმუნებული ვარ, მაგრამ საბოლოოდ აი ესეთი წარმოდგენა მაქვს. ხო, ასაკურა მგონია, რომ ელიოტთან მოახერხებს მოგებას, ცოტა ესე სწრაფად გეტყვით, რომ თავი არ მოგაწმუნდეთ. ჩემი აზრით ასაკურა კარგი ბიჭია და ტიმ ელიოტის დამარცხებას მოახერხებს. ხო, დიეგო ფერეირა და ბობი გრინთან დაკავშირებითაც მაქვს ჩემი მოსაზრება. ფერეირა მგონია, რომ გამარჯვებული გამოვა ამ ორ თაბძოლიდან. არ ვთვლი, რომ რაღაც ახალ გზას დაადგა ბობი გრინი, აგერ რუფისთან გაითიშა და მანამდე ორი ზედიზედ ძალიან ცუდი ფინიში აქვს და ფერეირა არის, დიეგო ფერეირა, არა გერიოთ ის ფერეირა არ არის, თავზე რო დავხდი, დიეგო ფერეირა. არის ერთ-ერთი დაუფასებელი მებრძოლი, მას სერიოზული გამარჯვებები აქვს მოპარებული, აგერ ენტონი პეტისი ყავს გაგუდული, რაღაცა ეთკინა, მაგრამ ენტონი პეტის სულ რაღაცა ტკიოდა უпростоრედ ჯონსონს ებოქსავა კაცი ჯონსონს და მოუგო. და ზოგადად კარგი რეზიუმე აქვს, კარგი მებრძოლია და თუ რაღაც უბედურება არ ჭირს და ეხა ფულის გამოჭყულობს და სინამდვილეში ესა კოჭი აქვს მოტეხილი და ეგ ჩვენ არ ვიცით, ეგეთი სურპრიზები თუ არ მოხდა, ჩემი აზრით ბობი გრინთან შეძლებს ფერეირა გამარჯვების მოპოვებას და დაუბრუნდება წვანე პალასას როგორც სიტყვია.